სახელით გამისათა და ზისათა და სულისათა ჩვენთან არც მეთადავროცოთ ახალი აღთქმის ეკლესია, რომელიც დააფუძნა თავად იესო ქრისტემ და 50 დღეზე გარდამოვიდა ამ ეკლესიაზე და საინჟლება ეკლესიის დაფუძნების დღე 50 დღეს აღდგომიდან მაცხოვრის აღდგომიდან შეუდგა ფუნქციონირებას ეს ეკლესია ამ სიტყვის პირდაპირ სული და ყოვლის მომცველი მნიშვნელობით რათა ადამიანები გადარჩენის საქმეში მთავარი წვლილი შეეტანა სწორედ ამ ეკლესიას, ახალი აღთქმის ეკლესიას. იმ დღიდან მოყოლებული ეს სულიწმინდის ძალები მოქმედებს ამ ეკლესიაში, ამით იმართება, რომლის თავი რა თქმა უნდა არის იესო ქრისტე. და ჩვენც შეყრდნილი ვართ სწორედ ამ ეკლესიაში, ზოგადად ეკლესიაში, ამ კრებულში, რომელსაც ეკლესიას რამდენიმე განმარტება აქვს პრინციპში, დააცეთ არის კედლები, ანუ კედლები. ეს არის რა თქმა უნდა კავშირი სულიწმინდის ერთობაში, მორწმუნეთა კავშირი ქრისტეს, ვინც წამს იესო ქრისტესა, ეს ამათ კავშირს ქვია სულიწმინდის ერთობაში, სწორედ ეკლესიას, ანუ კრებული. სწორედ ეს კრებული შემოყრებილია ქრისტეს გარშემო, ანუ ევქარისტიის გარშემო და ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი განძი, ყველაზე დიდი დანატოვარი იესო ქრისტესი, რომლის საშუალებითაც ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ, რომლის შეგვიძლია კი არა მიიღურთობით, რა თქმა უნდა, შელების დაგვარა ჩვენ და ჩვენი დაცემული ბუნებიდან გამომდინარე, ეს სამხედროები გვეძლევა ჩვენ და პირდაპირ დაგებით ჭავდა სვავნის და ხუთს, რათა გადავჭეთ. გადავჭეთ მარტო აქ, პირდაპირზე ამეთ გადავჭეთ ამ სიტყვის ფართო და მარადიული მნიშვნელობით. ეს არის მოკლედ ესე ვთქვათ კონცეფცია ქრისტიანული ეკლესიისა, რა თქმა უნდა და ჩვენ სწორედ ამის გარშემო ვდგავართ ყველანი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ქრისტიანული ცხოვრების გზა, ისე როგორც ეკლესიური ცხოვრების გზა, რომელიც ერთ და იგივე არის და ეს საცალკე არასდროს არ ყოფილა. ძალიან რთულია და ძალიან წინააღმდეგობით აღსავსე არის, ურთულესი არის. პრობლემები ყველა მხრიდან შეიძლება შეფხვდეს. ჩვენ საკუთარი თავის დაცემული მდგომარეობა, დაცემული დაზიანებული ბუნება, მარტო ეს გეყოფა ყველაფერს, ეყოფა მარტო ეს, რომ ასე ვთქვათ, დავყოლდეთ, აღარ ვიარავთ ეკლესიაში თუ ისედაც მარტო ეს არის ყველაზე პრობლემა და კიდე რამდენი რაღაცა არის. მაგრამ ყველაზე მთავარი დამოკიდებულება, რომელიც დაამკვირვებელია და ხელშემშლელი არის ეკლესიური ცხოვრების სწორედ წარმართვისთვის, მართებულად წარმართვისთვის. ეს არის ისე და ისე როგორც თქვი, ჩვენ საკუთარი თავი და რა გვინდა და ეს ალბათ დამოკიდებული არის განათლებაზეც, ალბათ რელიგიურ განათლებაზეც ერთის მხრივ და მეორეს მხრივ რწმენის ხარისხზეც, რა თქმა უნდა, ორივე ერთად და არა ცალ-ცალკე. ანუ რა გვინდა ეკლესიაში, რისთვის მივედი ეკლესიაში, რას ვეძებ ეკლესიაში, რატომ ჭირდება ღმერთი კაი სახლი რა თქო და ეგეთი ინტერპრეტაციაც გავაკეთოთ თქო რომელიც ღმერთი ყველგან არის ამ დროს ხო ანუ წმენის განათლების და საკუთარი სურვილების და საკუთარი ეგოს მსახურება თუნდაც რელიგიურ ჭრილშიც ხდება ხოლმე რა თქმა უნდა ეკლესიური ცხოვრებით შენიღვა და ასე ეკლესიურად ცხოვრება ჭყალებში მაგრამ ეს არის ეკლესიური ცხოვრება რა გვინდა ეკლესია და რა ვეძებთ ეკლესიაში, რა შედეგებზე ვინდა გავიდეთ. მე ადრეც მithქვას, რომ შედეგებზე გასვლა, ვინც ფიქრობს ეკლესიაში, მოსვლით ის ძალიან ცდება, იმიტომ რომ შედეგებზე ორიენტირებული არ არის ეკლესიური ცხოვრება. როგორც კი ვინმე შედეგზე გავა ჭალებში და გონია რომ გავიდა, ის დაღუპულია უკვე აქვე. იმიტომ რომ ეს პროცესი არის, დინამიკა არის და როგორც კი ჩვენ გვინდათ ამ გვინას ჩქარა, ამ წუთას, ამხლავე, სასწაულები, შედეგები, რაღაცა უკვე კაი გოგოები და კაი ბიჭები გავხდეთ, არა არ ხდება ესე. უკვე დამშვიდი და დავწყნარდი, აბედნიერი ვარ, იარეთ ეკლესიაში, მშვიდობა, სიმშვიდეს მოგიტან. ეს ყველაფერი არის ილუზიები, ეს ყველაფერი არის ესე ვთქვათ ჩვენი სამშვინველის რომელიც ასევე დაზიანებული არის რაღაცა მატყუ არა ბუფერული რაღაცა ემოციური ზონა რომელიც ჩვენ შეიძლება მართლაც მშვიდებით ეკლესიაში მაგრამ რეალობას ამას არანაირი კავშირი არ აქვს იმიტომ რომ
ბევრჯერ მithქვამს თქვენს რომ ეს არ არის ეკლესია რაღაცა მოსადუნებელი სპასალონები რაღაც ეკლესიური აზროვნება არ არის ესეთი რაღაც რომ ეკლესიაში მოხვალ და მოდუნდები და დამშვიდები და რაღაცა ფსიქოთერაპიული რაღაცა ის გექნება რაღაცა ზონდირება და გახვალ ეკლესიაში და ამშვიდებული ბედნიერი და რაღაცა დაცლილი ემოციებისგან არა როგორ ეკადრება რეალური ეკლესიური ცხოვრება ამას არ გულისხმობს არც გარეთ და არც ეკლესიის წიაღში და ეკლესიაში ძალიან კონკრეტული მიზნების გამომდის ადამიანი და ეკლესიური ცხოვრება არ ამშვიდებს ეკლესიური ცხოვრება პირიქით ნერვიულ სტრესებს მატებს ადამიანს უფრო მეტიც თუ გნებავთ იმიტომ მატებს ნერვიულ სტრესებს რომ ადამიანი გაცნობიერებულად თუ ხდება თუ რა მდგომარეობაშია იმას არ შეიძლება რომ კონდეს დამშვიდებული სული და გული იმიტომ რომ რამდენი რაღაცა აქვს გამოსასწორებელი და თქმა უნდა ეს დამშვიდება შეიძლება მოვიდეს მხოლოდ ღვთისგან მას თუმცა ეს მეორე ეტაპია ეკლესიური ცხოვრების სადაც ის მიანდობს თავის უსურვებას თავის უსურვებას ღმერთს გადააბარებს და ღმერთო მიშველეო აი ამ შემთხვევაში მოდის დამშვიდება ოღონდ არა უდარდელი დამშვიდება არა ფსიქოლოგიური დამშვიდება არა რაღაცა მშვენიერი დამშვიდება რაღაც რომ რაღაცა თითქოს ჩავთავთ ან მივიღებ რაღაცა ტაბლეტს და შვიდდები არა ის მადლმოსილი დამშვიდება ის არის რომ ერთის მხრივ შეგნებული გვაქვს რა ჩვენი დაცემული ბუნება ჩვენი ცოდვებით ახსავსე პიროვნება და მეორეს მხრივ იმედი ნუგეში რომ როგორიც ვართ ჩვენ აი ამ მდგომარეობაში ასეთები უყვარვართ ჩვენ ღმერთს აი ეს იმედია ეს ნუგეშია დამშვიდება იმისა და რა უდარდელი დამშვიდება რომ მიუხედავად ჩვენ მდგომარეობისა მიუხედავად ჩვენ დაცემული მდგომარეობისა ცოდვებით სისავსისა ჩვენ უყვარვართ როგორებიც ვართ ჩვენ ღმერთს ასეთები უყვარვართ და ასეთების გადარჩენა უნდა სწორედ ღმერთს ჩვენი და არა რაღაცა იდეალების რაღაცა რისთვის მოვდივართ ეკლესიაში, რას ვეძებთ ეკლესიაში? კიდევ ერთნია იზრდნენ მშვიდობას, დამშვიდებას და ასე თქვათ და ხო, რაც თავარია მოგვარებას ყველა საქმეების ქვეყნიური და ასე შემდეგ. ესეც ამ კატეგორიის არის და მე გეტყვით რომ ამ კატეგორიასაც ეძლევა ის შანსი სწორედ და ღმერთი მიუხედავად არასწორი დამოკიდებულებისა აძლევს ასეთ სიკეთეებსაც აი აიქ არ რეკენ და იქ არ ეძებენ მაგრამ მიუხედავად ამისა სადაც რეკენა სადაც ეძებენ ქრისტეს სახელით მაინც იმათაც კი ეძლებათ ეს ნუგეში ამ მიმართულებითაც კი ეძლებათ ხოლმე ადამიანებს ნუგეში მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი დამოკიდებულება რა თქმა უნდა ეს არის როდესაც ადამიანი მოდის ეკლესიაშიც კი ყველა ის მოტივაციით რომ კარგია ეკლესია ღმერთს ეძებს და რაღაც მაგრამ როცა პირადი კომფორტის ესე თქვა მოწყობის მიზნით ეკლესიაში ეს კიდე სხვა უკვე სიმაღლეა და ვარქვათ ამ ეკლესიური ცხოვრების რას გულისხმობ პირადი კომფორტი გულისხმობ ბევრ ამის რა თქმა უნდა თქვა საკუთარი ადგილი აქვს ეკლესიაში თქვა ეს ჩემი ადგილია თითქოს რაღაცამ დაუტოვა ან რაღაცა რიტუალი აქვს შემოშებული თავისი ხატების თაყვანისმის რაღაცა წრეზე თქვა რაღაცა თქვა უჩვეულო ან ისე ან ასე თქვა ან რაღაცა მნიშვნელობა არ აქვს რაღაც შემუშავებული კონცეფცია აქვს თავის პირადი გეგმა ესა და მოქმედებისა ეს ერთი კომფორტი არის მეორე კომფორტი არის რა თქმა უნდა მოძღვართან ურთიერთობა არის რა მეორე კომფორტია თქმა უნდა ასევე ეს ურთულესი თემაა რა თქმა უნდა მოკლე ქანდაკებაში ვერ შევედებოდ ერთ აქცენტს გავაკეთებ ერთს რომ ზოგიერთს გონია რომ ეკლესიაში მოძღვართან ურთიერთობა უნდა წარიმართოს გასაგები რომ მეგობარი უნდა იყოს და ზმნობით აღჭურვილი პირი ამაზე აღარ ვლაპარაკობ და ამაზე აღარ დავახვეხლა რომ ეს ასე არ უნდა იყოს არა ასე უნდა იყოს რა თქმა უნდა ენდობოდე რა თქმა უნდა ადამიანს მოძღვარს და ზმნობით აღჭურვილი პირი უნდა იყოს ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ აი ამის მერე ხდება ხოლმე რაღაცა მეტი ლეგიტიმაციის შეძენა ხოლმე მოძღვრების მრევლის მხრიდან მოძღვრებისადმი და მეტი უფლებების დელეგირება, გადაცემა საკუთარი ისე თქვა უფლებების მოწყვალზე რა თქვა. აღლაპარაკობ მორჩილებაზე, მონობაზე და ამაზე ეს ბევრჯერ ითქვა და უბრალოდ მე ერთ ნიუანსზე, ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებაზე მინდა დავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც წარმოიშობა მოწყვალსა და სულიერ შვილს შორის. ვინც აბარებს აღსარებას ხო შემთხვევაში, იმიტომ რომ სულიერი შვილობა კიდე ძალიან რთული და ამაღლებული და სხვა სტატუსი არის, ძალიან რთული არის ამის ისე თქვა, ხო? შეიძლება ბევრი აღსარება იყოს, მაგრამ სულიერი შვილი შეიძლება 1-2-ც არ ყავდეს. ეს სხვა თემა არის.
რა ფსიქოლოგიური მომენტები წარმოიშობა ხოლმე, როცა ასე ვთქვათ ხდება ასე ვთქვათ ურთიერთობა მოძღვარსა და შვილს შორის. ხდება ფსიქოლოგიური მიბმები, ესე დავარქვათ ამას, ანუ დამოკიდებულებები და რაც თავარია, რა შეკვეთა აქვს ხოლმე ადამიანს, რომელიც ამარებს აღსარებას მოძღვრის, ან რას ელის, რა ესე ვთქვათ რა ფიგურაა მის სოფლელობაში მოძღვარი. და აღმოჩნდება ხოლმე, რომ ხშირ შემთხვევაში მოძღვარი გამოყენებული არის როგორც კარგი ფსიქოლოგი, ემოციებისგან დავიცლებით ხოლმე მოძღვართან, ესე ვთქვათ, ჩვენს დამოკიდებულებას ნებისმიერ საგანზე თუ ფერზე თუ გარემოზე თუ ჩვენს განწყობას ამა თუ იმ ადამიანზე თუ мотивაციურ ნაწილში თუ პირიქით ზოგადად ემოციურ ნაწილში თუ ყველაფერს ამას უყვებით ჩვენს მოძღვარს ხოლმე, ესე ვთქვათ, მთლიანად ჩვენს ესე ვთქვათ წარმოვცარიელდებით ხოლმე მის წინაშე და რა თქმა უნდა ეს მერე ეს ხდება ჩვენი მოიტყვიან სულიერი დაცლით და დამშვიდებით, რაც მე თავში ვთქვი, რათა ემსახურება ესეთი დამოკიდებულება ჩვენი აღსარებისა, ჩვენ დამშვიდება, სიმშვიდე, ფსიქოლოგიური სტაბილურობა, მიბმა, პასუხისგებლობის თავიდან არიდება ნებისმიერ რაღაცით, ჩვენ ხომ კარგად უხსნით მოძღვარს რაშია საქმე, როგორ მდგომარეობაში ვარ, ჩვენ როგორ ფსიქოლოგიურ, ემოციურ და რა თქმა უნდა, როგორც წესი, ყოველთვის ჩვენ მართლები ვართ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამდენი საუბარი და ეს დიდ დროს ითხოვს, რა თქმა უნდა, საუბარი. რა თქმა უნდა, დიდ დროს ითხოვს და თქვენ მგონიათ, რომ ეს რაღაცა 1-2-20 წუთი არის. დიდი ხანი გრძელდება ამგვარი საუბრები მოძღვართან და ეს საბოლოო ჯამში ორი ნეგატიური ფორმით ხასიათდება. ერთი, რომ ამსარებელი პირადად მიებმება, ანუ ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ჩამოყალიბდება მოძღვართან, უკვე მას აღარ შეუძლია, შეიძლება ერთხელ მოხდეს ეს 5 საათიანი აღსარება, 10 ჯერ მოხდეს, მაგრამ სულ ესეთი რაღაც არ არსებობს, ხო? ეს მიებმება ეს მას ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ხდება უკვე და უკვე ეს ჩვეულებრივ ესე ვთქვათ, უკვე თერაპიული პროცედურა არის მისთვის უკვე ესა და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მოძღვრისთვისაც სახიფათოა ეს, იმიტომ რომ ძალიან სახიფათოა, იმიტომ რომ ძალიან ამ პერიოდში, ამ მდგომარეობაში ძალიან სათუთია როგორც ადამიანი და ამ ადამიანთან ურთიერთობა. პატარა გადაცდომა უკვე იწერს დიდ შეცდომებს უკვე და დიდ ანაბეჭს ტოვებს უკვე ადამიანის სულსა და გულში. ამიტომ, რა თქმა უნდა გახსოვდეთ, რომ მოძღვართან ურთიერთობა ეს არ არის ფსიქოთერაპევტთან სეანსი. არავითარ შემთხვევაში არ არის ამგვარი დამოკიდებულება, ეს არ არის ობიექტი, რომელიც გინდათ რომ სუბიექტად გახადოთ თქვენს ცხოვრებაში და თქვენს ესე ვთქვათ პირად ცხოვრებაში და მხოლოდ თქვენი და მისი ურთიერთობები დაალაგოთ და მას გადაუშალოთ ეს ფსიქოემოციური თქვენი სამყარო და ესეც არასწორი არის, იმიტომ რომ მოძღვარს ძალიან კონკრეტული დანიშნულება აქვს. მას უნდა ისაუბროთ თქვენს ცოდვებზე, არა თქვენ ცოდვების ინტერპრეტაციაზე და შეხედულებებზე და ანალიზზე. არ არის საინტერესო და არასწორია უქმენიც. არამედ თქვენს მიერ გააზრებულ, თქვენს მიერ დანახულ, გასიგზესიგანებულ და რაც თავარია სინანულით აღსავსე, ესე ვთქვათ, იმიტომ თუ არ დანოთ, მაშინ რა აზრება დაფიქსირებას რა, ცოდვებისა რა. ცოდვებზე და მერწმუნეთ ამ ყველაფერს დაჭირდება 5-10 წუთი მაქსიმუმ, მეტი არ დაჭირდება ამ ყველაფერს. იმიტომ და ემოციური თქვენი დამოკიდებულება მოვლენების გრძნობელობით დამოკიდებულება, შეფასება, ანალიზი ეს ადგილი არ არის ფსიქოლოგის სალონი. ეს უნდა გაიგოთ. თუ ვერ გაიგებთ, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. დიდ შეცდომას უშვებთ და რომელიც შეცდომა დიდი საფრთხეების წინაშე დააყენებს ადამიანს. მე მოძღვარმა უთხარს, სტოპ, გაჩერდი. რა მოხდება? ის მოხდება, რომ მე ეწყინება მინიმუმ. ეწყინება და უკვე ისეთი სულიერი კომფორტი აღარ ექნება უკვე იმ მოძღვართან. წავა სხვასთან. ან სადაც წავა ეკლესიიდან. ამიტომ ეს საფრთხე თავიდანვე უნდა გამოირიცხოს ამგვარი დამოკიდებულება. ამგვარი კომფორტისთვის არ ვარ ჩვენ მოსული ეკლესიაში დამერწმუნებით რა.
პირიქით, ძალიან ტკივნეულია ხოლმე აღსარება უნდა იყოს ტკივნეული ჩვენთვის. მამხილებელი უნდა იყოს ჩვენი სული, სინდისის და არა კომფორტული, დაცლა. ეს ნებაო, როგორ სიამოვნებს აღსარებაზე ჭორაობა, დაცლა ემოციებისგან. ეს უკვე მანკიერი დამოკიდებულებაა. პირიქით, უნდა ზრწოლით უნდა მიდიოდე. რა თქმა უნდა, შესაბამისი საზომი და არა უკვე გადამეტებული. კომფორტული არ უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში აღსარება რა. მე ესე მრაჩინე ყოველ შემთხვევაში. ამიტომ ძალიან ბევრი ის არის დაყოლება არის თვითონ ეკლესიურ წიაღში და ბევრი დაყოლება არის, ბევრი გასასწრები არის, მაგრამ ეს ბუნებრივი არის, ეს იმიტომ რომ სადაც იწმინდია, იქ არის სწორედ მეტი ბრძოლა. ეს რომ არ იყოს ცოცხალს ებრძვის ადამიანი, ცოცხალ ადამიანს და ზოგადად ცოცხალ ორგანიზმია ეს ქრისტეს ეკლესია და ბოროტი სწორედაც ცოცხალ ორგანიზმს ებრძვის და არა გვდარს. ეს ბუნებრივია, ეს ლოგიკურია, ეს არ არის საშიში, ყველა ჩვენთან გახსოვთ, რომ ეს ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი დამოკიდებულება, რას ვეძებთ, ვის ვეძებთ, როგორ ვეძებთ, რა კომფორტი გვინდა ამ ეკლესიაში. ეს კომფორტია კიდევ სულიერი დაცლა ემოციებისგან და ეს კომფორტი და ეს გვინდა ეკლესიიდან საბოლოო ჯამში ყოველ კვირას მივიღოთ თერაპიული დახმარება, დაცლა სულიერი ბინძური ემოციებისგან, თქვა, მანკიერი ემოციებისგან, ნეგატიური ემოციებისგან. ეს არის, თუ ეს ამას ვეძებთ ეკლესიაში, მაშინ ძალიან შეგეშლიათ მისამართი, არასწორი დამოკიდებულება არის, ამგვარი დამოკიდებულება. და ზოგადად ბევრი ეს ერთი მხარეა. მეორე მხარეა, როდესაც ვთქვათ, გონიათ რომ მარტო ასეთი ურთიერთობებით და მარტო ეკლესიური ურთიერთობებით ჩვენ რაღაცა არაფერი სხვა არ გვჭირდება ამ ქვეყანაზე, ესეც რა თქმა უნდა არასწორი არის. იმიტომ რომ ადამიანი შექმნილი არის როგორც სულიერად, ასევე ხორცი, ორი ბუნების მატარებელი არის ადამიანი. და შესაბამისად ისეთი ძვირფასია ადამიანისთვის სული, როგორც ხორცი და არ შეიძლება ერთის დაყრდნება მეორის ხარჯამ პირიქით. ახლა ფარაკია უპირატესი და იერარქიული სული უმეტესია, უპირატესია ვიდრე ხორცი, მაგრამ არც ხორცზე მოკლება ზრუნვა, ესე ვთქვათ, ამაზე ხორცის ზრუნვას, თუმცა ჩვენ ხორცზე ზრუნავთ, სულიერი კომფორტებს ვეძებთ, რა თქმა უნდა, და საბოლოო ჯამში კარგად გვინდა ყოფნა აქაც და იქაც. ეს რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივი არის ეს. კი, შეიძლება ესეც მოხდეს, რომ ახაც ორთავე სოფლის საშინა კარგად ვიყოთ, მაგრამ საჭიროა სწორედ ორთავე სოფლის აზროვნებას მოვეჭიდოთ, ორთავე ბუნების თუგნება, სულის და სხეულის აზროვნებას მოვეჭიდოთ და თუ საჭიროა მიმართოთ როგორც სულის ექიმს, ასევე რა თქმა უნდა საჭიროა ხორცის ექიმსაც და პირიქით რომ მარტო სულის თქვა თუ ხორცი თუ დაავადებულია და სომატური მდგომარეობა არის ცუდი, რა თქმა უნდა მიმართოთ უნდა ხორციელ ექიმს, ბუნებრივია ეს. და არ უნდა ამას ბოცვები თქვა, რომ მერთოდ განიკურნეთ თავის ტკივილები თქვა, ხო? უნდა დალიოთ ან ანალგინი ან რაღაცა გამოკუჩებელი თქვა და მithot ექიმს თქვა, თუ სხვა დამოკიდებული თუ რაღაც დაავადება და ასე შემდეგ. ეს ბუნებრივია. და როცა თქვენ ამას არ აკეთებთ და თქვენ იმედები გაქვთ ღმერთზე, რომ ღმერთო გამიხუჩე თავის ტკივილი ამ ტრანსპარენტილა და გამიხუჩე ეს ამას იზახეთ, უკვე ეს ცოდვა არის, გამოცდა არის ღმერთის, აბა თუ გამიხუჩებს რაღაცა ესეთი. და ცოდვაში ხართ ამ შემთხვევაში და არ შეიძლება ასე დამოკიდებულება. უნდა მიმართოთ ყველა იმ ექიმს, მათ შორის ფსიქოლოგსაც, თუ ჭირდებათ ეს ემოციური დაცლები, თუ საჭირო არის და არა გააღერინოთ ეს ყველაფერი და ყველაფერს მიატანთ სულის, ესე ვთქვათ, სულს ვინც ეხება იმის კურნალთან, მიიტანთ მაინდამაინც ყველაფერს ამას, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, თუ რას ვეძებთ და როგორ ვეძებთ, თუ არა და საშიშროება არის, რომ ერთის მხრივ ჩამოყალიბდეთ ან რაღაცათი ფარისევლურ სექტად. აი დღეს იყო ნათქვამი ვაითქოინ და ფარისევლებო და წიგნობა მაცხვარე ეუბნება რა, რაღაცა ელიტად, რაღაცა ჩვენ რაღაცა გვაქვს კლიტენი ფასუფევლისა და ჩვენ შევალთ მარტო იქ და თქვენ სხვა სხვები ვერავინ. აი რაღაცა ესეთი პრივილეგირებული რაღაცა კასტა ჩამოვა ეს საშიშროებაც არის, ან კიდე პირიქით, რა ვიცი. ბევრი საფრთხე არის, მე ხა ყველას ვერ შევეხე, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრი საფრთხე არის. ჯერ ეკლესიურ ცხოვრების დაწყება რა პრობლემა არის, ან პრობლემასთან დაკავშირებულია.
არის, ხო? და მე ეკლესიურ ცხოვრებაც ამდენ საფრთხეს შეიცავს, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორც მაცხოვარი გვეუბნება, იყავით ბრძენი, ვითარცა გველნი და უმანკონი ვითარცა ტრედნიო, რა. აი ესეც არის, რა. ესეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე ვეღარ იტყვი, ეკლესიაში მოვიდა კიდევაც დამემართა, რა. რატო ღმერთო? იმიტომ რომ არიყავი ბრძენი, არიყავი გონიერი, პირდაპირ იღებდი ზაზარეულ რეცეპტებს, აცნობიერებდი, ანალიზებდი, ვინ წაგართვათ გონება, აზროვნება, არავის არ წავპირიქით. სცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებ. ვინ და გამოვნათ პირიქით. გათავისუფლდით თქვენ და თქვენ თუ თქვენ თავს და თქვენს უფლებებს და თქვენს მოვალეობებს და თქვენს აზროვნებას გადასცემთ სხვას, თუნდაც მოძღვარს. და თქვენს მაგალითად გადაწყვიტოს მან რაღაცეები, ეს თქვენი ბრალი არის. იმიტომ რომ ის მოძღვარს ადამიანია, შეეშალოს რაღაცეები, რა, ადამიანური. და არასდროს შემომოგცეთ მე და დაგრუპოთ, თქვენს თავისას დაერგუპოს მე. ამიტომ თქვენ თვითუფლებრივები ხართ, ასე ჭირდა ღმერთმა. ამიტომ უნდა ეს გამოიყენდეს აზროვნება, გონება, ანალიტიკური აზროვნება, არჩევანის თავისუფლება. მორჩილება კიდე სხვა რაღაცა არის და ბევრი თემა არის, მოკლედ ამას პატრონს ვილაპარაკებ ამ ყველაფერზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ქრისტიანული ცხოვრება, ეკლესიური ცხოვრება მოხდით რა ეკლესიაში უკვე არ ნიშნავს, გარანტირებულები ხართ ყველაფერსაგან და მით უმეტეს სამოთხისგან. სათვის გარანტირებულად ხართ უკვე აქ და ახლა აქ ის არის, რა ქვია, მოსასწრები დარბაზია და იქ ახლა სამოთხე შეიკრებენ რა, არ არის ეგრე რა. აქ იწყება, აქ არის ბრძოლის ხაზი, უხილავად უნდა დაახვით და ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ ამ საქმეში, დაგლოცოთ ღმერთმა, შეგაძლებინოთ ყველაფერი, ჩვენ სასულიერო პირებსაც შეგვაგვიმოს და სწორი ასე ვთქვათ, მწყსობა სამწყსოსი და თქვენს სამწყსოსაც შეგაძლებინოთ სწორი ადეკვატური დამოკიდებულება ის ქონა უზრების მიმართ, წემსების მიმართ და თუ ჩვენს რაღაცა შეგვეშლება, იმდენი განათლება, იმდენი სულიერება უნდა გქონდეთ, რომ კი არ განგვიკითხოთ, არამედ დაგვეხმაროთ თქვენს ჩვენ. მერხმა დაგულოცოთ და დავახაროთ. ამინ.